ბედნიერი დილა მშვიდობისა, ჩემმა შვილებმა ეხა გაიღვიძა. უბედნიერესები არიან მინდა გითხრათ, ისე უხარიათ ახალბინაში რო ვართ, რა ჭკუაზე აღარ არიან სიხარულისგან. დილით ისაუზმეს გემრიელად. ცოტა წივილ-კივილით კი იწყება დილა, არაფერი არ შეცვლილა მაგ კუთხით ჩვენთან. ხან ერთი ბრაზდება, ხან მეორე ბრაზდება, მერე დგებით ფორმაში. ეს მე დილით ვიბანავე, მოვწესრიგდი, მოვემზადე და დილით ჩამოვჯექი ცოტა ხნით, ესე ყავას დავლევთქო და ჩემთვის წყნარად დავჯდები 2 წუთით, ესენი ვიდრე საუზმობენ თქო, მაგრამ ჰოი საოცრებამ ვინ მაცალა აგერ მომიხოხდა წიწილა, მოუსვენარი, როგორც ყოველთვის მარტო არ მტოვებს. დილით ესე ფანჯრებს რო დააღებ ოთახებში და ჩიტების ჭიქჭიკი შემოდის და სიხარდა შენთვის ფიქრობ ვის სახში ვარ, ჯერ არა გაქვს გადახარშული ყველაფერი. ვერი აზრებ, რომ შენი საკუთარი სახლია და უნდა იბედნიერო, იხარო და დატკბე ყოველი წამით. ალბათ რამოდენიმე დღეში, როცა შევეჩვევით ამ ყველაფერს, დილით რო ავდგები, უკვე აღარ ვიქნები გაკვირვებული, რომ სადა ვარ და რატო ვარ, რა მინდა აქ. მოკლედ, ჯერჯერობით გადახარშვის პროცესში ვართ ამ ყველაფრის. გოგოები მზად არიან, უკვე ჩაიცვეს, მოწესრიგდნენ, მადავუვარცხნე და მეც შეძლების დაგვარად მოვწესრიგდი და გავემართეთ დაჯიბებოსკენ, რომ დავტოვო ეველინა სკოლაში და ქალბატონი დანიელა, რომელიც იყო ძალიან ჭუჭყურის ხასიათზე, დილიდან, ჩხუბის ხასიათზე, დილიდან რა, სახლიდან გამოსვლის მომენტიდან უკვე ძალიან აურია, იმიტომ რომ ვერ გაიყვეს კარები, თუ რომელი გააღებდა კარებს, ამისთვის იყო ჩხუბი, არა მე უნდა გავაღო დღეს, არა მე უნდა გავაღო და მოკლედ კორპუსმა გაგვიცნო ერთი სიტყვით და სახეზე მე მგონი მეტყობა კიდევაც ცოტა ნანერვიულები რო ვარ, ვიღაცას ეგონებოდა არ იქარ ტყმევაში აძრობს მიშვილებს სულს ვარა და ესენი კარებს ვერ იყოფდნენ. მოვედით უკვე სახლში, როგორც ხედავთ, ქალბატონი ეველინა იჯდა აქ თავისთვის მეცადინეობდა, დროებით დგას ევეკოს საწერი-მაგი და აქ მერე უკვე მის და დანის ოთახს რომ მოვაწყობ, მერე უკვე სამეცადინო მაგი და გადაინაცვლებს მათ საძინებელში და არ იქნება მისაღებში დაჯიბებობდა. ბესობიძემ მოუტანათ მარწყვი გოგოებს და გავუმზადეთ, ბებო მოგვიტანა საღამოს ალადიკები დამცხვარი ვერ ითმენენ და გადმოდიან საღამოობით. აქ მე უკვე დავიწყე ნახევარფაბრიკატების მომზადება ნელა-ნელა, მინდა რომ საყინულე შევავსო უფრო ნაკლები დრო რომ დამეხარჯოს მომზადების პროცესში და დავიწყე კატლეტი და მერე გავაგრძელებ სხვა დანარჩენით, გავაკეთებ გუფთას, გავაკეთებ ხაჭოს მაჭკატებს, რომ საყინულეში მქონდეს მარაგი. და დღეისთვის მქონდა გეგმაში გამეკეთებინა გუფთა და გავაკეთე კიდევაც ეს ცერე ცოტა აჭრილი ჩვენი გუფთა გამოვიდა ამჯერად ესეთი ისე ბერძნული გუფთა მომენატრა ძალიან, თუმცა ჩემი გოგოები ბერძნულ გუფთას არ მიირთმევენ. და კატლეტებისთვის ვთქვათ რომ მოვუნდეთ გოგოებს თქო, დავადგი წიწიბურა.
სახეზე მეტყობა როგორ დაღლილი ვარ, არა? ისე მეძინება, ქოქოები ვაბანავე, დავაწვინე და ისე მეძინება, რომ დავჭექ ცოტა ხანი დავისვენებ, ძალებს მოვიკრებ და მერე მივხედავ სხვა დანარჩენ საქმეებს თქო და ჩამომეძინა ტელეფონით ხელში. არა და ეს დღეები წვიმებია და სარეცხი მაქვს გაფენილი სახლში და უკვე გამშრალია. ეხლა საერთოდ არ მაქვს ამის ჩამოხსნის თავი. ესეთი ამბები გვაქვს ჩვენ ახალ სახლში. ესე იგი, სხვა კომენტარები დაიწერა. სხვა კომენტარები გეფიცევით კითხულობდი და სიხარულისგან ცრემლები მადგებოდა, რომ რამხელა რამეს ნიშნავს ადამიანს, რომ სხვისი ბედნიერების გაზიარება შეუძლია. ეს ძალიან დიდი რაღაც არის. დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან ბევრს ნიშნავს. რამდენმა პირად შემომწერეთ. აი გოგოებო, უღრმესი მადლობა, უღრმესი, უდიდესი მადლობა ჩვენი ოჯახის სახელით. სიტყვები არ მყოფნის. ყოველივე საუკეთესო მინდა გისურვოთ თქვენს, ყველა თქვენი ჩანაფიქრი აღსრულებოდეთ, თუ რამე გაგაჩნიათ. თუ რამე ოცნება გაქვთ, თუ რამე მიზანი გაქვთ, რასაც გინდათ რომ მიაღწიოთ, ყველა მიზანზე მიგეღწიოთ და ფარხმალი არ დაყაროთ. ჯერჯერობით არა ვარ მზად წინა ვიდეოშიც ვთქვი, რომ ამ თემაზე ვისაუბრო. წეღან ზურას ვეუბნებოდი, რომ იმდენად დასტრესილი ვარ ამ მდგომარეობიდან, კიდე არა მაქვს გააზრებული, რომ ეს ბინა ჩვენია და ესე მგონია, რომ კიდე ხა დამირეკავენ და რაღაც საბუთებს მომთხოვენ, რომ ეს საბუთი გაკლია და ეს საბუთი გინდა და სურა იცინო და მე არ ვიცი. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. და რაც ძალიან გამიხარდა, თათია ყველა მიცით, თათია მისი 3 ანგელოზით და მეუღლეთი სამეგრელოდან, მათაც ბინა შეუძენიათ და ისე გამეხარდა იმართლა, გულით და სულით გამეხარდა, როგორ ძალიან უნდოდა. და რამხელას ნიშნავს, რომ აისრულა ეს ოცნება. ყველა ჩანაფიქრი აისრულებინოს მას. ძალიან გამიხარდა узომოდ. სხვისი უფრო გამიხარდა, ვიდრე ჩემი, იმიტომ რომ ჩემი ჯერ არა მაქვს გააზრებული გეფიცებით, ბოლომდე მართლა არა მაქვს გადახარშული. ესეთი ამბებია. მადლობა და მადლობა. წავედი ახლა. ავეტყავე დივანიდან, ღმერთო. წავედი და შევხვდებით მომავალ ვლოგში. კოცნით. მადლობა. მიყვარხართ.